Hi, საღამოშიტების მეგობრებო. არეულობა და მაგრამ მოდი მაინც გაჩვენებთ, აი აქ რომ იხარშება გინდაცვალეთ ორივეგან ჩემი ხელებით მომზადებულია. ჩემი არიან აქ როგორც იცით, ხო და ძალიან მიყვარს ჩემთვის ხინკალი და მე ის მული ვარ, ხინკალი არ გაუკეთე უკვე მეორედ, რაც აქ არის ხო და აგერ თუხთუხებს და უნდა ამოყარო ცოტა ისე ვარ ძალიან გვიანია ეხლა დიდად ვერაფერი ვერ გადავიღე მირეულები კი ხედავთ უკან მორეულები ვართ მაგრამ სამაგიეროდ ხელები მაქვს როგორც მეუბნებია შენს მარჯვენას გაუმარაჯოს ჩქარა ყოჩაღდე ყოჩა რა მაგარი ხარ მზეო დილამშვიდობის მეგობრებო, მოდი უცებ ჩავიტაროთ ორწამიანი რუტინა, ჩემი სიყვარული ლორია და ასევე ჩემი თვალის დამატენიანებლით. მოკლედ ეძინა და ამიტომ გადავწყვიტე ესე მდუმარებით შეგხმიანებოდით. ცოტა ადრე იყო და ამიტომ აღარ მინდოდა გამეხვეწებინა მარიკო, ახლა კი გესმით მისი ხმა. ვაიმე როგორ პრიალებს და როგორი კონსისტენცია აქვს და საერთოდ როგორი რბილია რაღაცნაირი ვერ წარმოიდგენთ ძალიან მომწონს. თქვენ რა შვებით გოგოებო როგორ დაიწყეთ დილა რა ხალხოლამი შუადღია იმ ადამიანებისთვის ვინც ძალიან ადრე დგება თქვენთვის დარწმუნებული ვარ შუადღე. ჩემთვისაც შუადღე იყო იდეაში, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან ადრე ვდგები ხოლმე სამსახურში მივდივარ, მაგრამ ახლა მე პატიება 4 საათამდე არ გვძინავს. შესაბამისად, შედეგი სახეზია, რუტინას ვიტარებ შუადღეს დილით შესატარებელს. ასე რომ ესეთი ამბები ჩვენსკენ მოკლედ დაიტენიანი, კონცე დაიტენიანი, მაგას ძილი სჭირდება, რო იცოდე დამატენიანებელზე მეტადაც კი. ძილი თუ არ გაქვთ გოგოებო მოგვარებული, რაც არ უნდა ისვათ სახეზე, ისეთ შედეგს რა თქმა უნდა ვერ მიიღებთ, არავინ მოგატყუოთ. მხოლოდ საცხების ხარჯზე არ მოხდება თუ ყვება და ძილი არ არის მოწესრიგებული. დავლიოთ წყალი. ჰაი. მოგესალმებათ თქვენი მსისხივი მეგობრებო. როგორ ხართ? ხო ხართ კარგად? და დიდი წყალი არ მინდა, მაგრამ უნდა დავლიო. როგორ ბრძანდებით მეგობრებო? გუშინ ბოლომდე დავიჭერე ფრჩხილები, იმიტომ რომ ხინკალს ვაკეთებდი და უკვე გაზრდილი იყო და შემიშლიდა ხელს და ბოლომდე დავიჭერი. დღეს თუ არ დამეზარა ჩავალ რო შილაკი მომიხსნა, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა და თან ეს მოკლე ფრჩხილი და კატასტროფა. ნახო თუ არ დამეზარა დღეს უჭოლინო ჩავდი. ნახოთ. დღეს ახვალ ყველა ვარიანტში. მომნატრებია მოკლე ფრჩხილი რაღაცა. პარტივია. როგორ ბრძანდებით ხალხო, საით ხართ? ზოგთან უკავშირება ახლა დაიწყო. ბოლო კვირეები, ანუ აგვისტოში. ზოგ საერთოდ არც ქონია და არც იქნება. სიამოვნებით დაგითმობდით ჩემ ამ პატარა მონაკვეთს კიდევ რომ დაგესვენათ. ხოდა შილაკი უნდა მოვიხსნა და ერთ დღეში წავიდეთ ალბათ ავერსში. უნდა ვნახოთ ექიმი და დავანიშნინო რა ტიპის თავზე გადაღება მჭირდება, ანუ რა ის მჭირდება, რა ზონა და ნუ ასე შემდეგ. და მე უნდა ჩავეწერო, როგორც მითხრეს, ნუ აი ძალიან რთულია.
ადგილის პოვნა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის სულ გადავსებული თითქმის ყველა კლინიკებში თავზე გადაღება და შეიძლება კარგ ხანსაც მოგიწიოს რიგში დგომა. ანუ დღეების მიხედვით. ამიტომ ალბათ წავალთ 1-2 დღეში ხო და დავადგენთ სად შეიძლება რომ ასე ვთქვათ გადავიღოთ ნახოთ ცოტა არ ვფიქრობ, არ მინდა რომ ვიფიქრო, იმიტომ რომ შეიძლება გავაგიჟდე უბრალოდ მარტივად რო აგიხსნათ. მოკლედ მე და ჩემო მეუღლემ გადაწყვეტილება მივიღეთ ერთ საკითხში, რომელსაც ახლა არ გაგიმხელთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან გაგიკვირდებათ. დარწმუნებული ვარ. არც ვიცი რატო გადავწყვიტე მე და საერთოდ მაგრამ ხო ალბათ რაღაცა ხდება ხოლმე მერე და ტვინში რაღაცები ლაგდება თან ეწინააღმდეგები რაღაცას და თან დადებითისკენ მიდიხარ, აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ მერე მოგიყვებით ყველაფერს, ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ანუ ვერაფერს ვერ გეტყვით. ნახოთ რა იქნება მერე. მხოლოდ ეს შემიძლია რომ გითხრათ ახლა. და ნახოთ. ესე იგი, გოგოებო, მთელი დღეები, აი ეს დღეები დააპურწიალებენ იმის, რა ქვია, ჩაქუჩი რო ჩასხო. იმ გოგოს ფოტოებს, ვისაც ჩაარტყა იმის ფოტოებს. დადიან, ლანძღავენ ხანი-მანძღავენ. დედას გეფიცებით. თქვენც ხალები ხართ ხალხო. აი, სიჭინავაა ხო? ძალიან ბევრ რამეში რო ვეთანხმები ახლა მაგ გოგოს ძალიან ხშირად მithქვამს ეგ. მაგრამ იმ ქალის გამართლება რომ ძალიანაც კარგი რომ ახევს ქმარს ქალური ადამიანური რაღაცებიდან გამოდით და ასე შეხედეთ. როგორ შეგიძლიათ ადამიანებს რომ იმიტომ რომ რომელიღაცა კონკრეტულ პარტიას მიეკუთვნება და იმათ უჭერს მხარს ქალმა ქალზე თქვა რომ ძალიან კაი რომ ღალატობს ქმარი. და ძალიან კარგი რომ დაქალმთან. ეხლა ეს დაქალი რომ საერთოდ ვერ დაქალობს, ну აი რა დაქალობაზეა ლაპარაკი. მაგას თქმა ჭირდება. ეხლა თუ მართლა ეს ასე მოხდა და ქმრის უკაცრავად ახევას ფიქრობდა, რის გამოც უთავაზეს ჩაქუჩი, წარმოუდგენელია დედას გეფიცებით, როგორ შეუძლია მეგობარს მსგავსი რაღაც გაგიკეთოს. აი უბრალოდ არ ვიცი. ქმარი რომ იდიოტია, მაგას ქმარი ჭირდება. ქმარი საერთოდ ლაპარაკობ. ამ შემთხვევაში მეგობარს როგორ შეუძლია მსგავსი რამ გაგიკეთოს, ეგ არის აი წარმოუდგენელი. ეგ არის ჩემთვის მაგალითად როგორც გვანცასთვის აბსოლუტურად გაუგებარი იმ ჩემ მეგობრებს, მე ვისაც ვენდობი, იმ ჩემ მეგობრებს, მე ვისთანაც ვიყობ ჩემს ცხოვრებას, ჩემი ცხოვრების ამბებს, ვუზიარებ ყველაფერს, ამ დროს ადგეს და ჩემ ქმართან ან წარმოუდგენელია ხალხო. და ამასთან ერთად პარალელურად თქვენ რო ამბობთ, რომ ძალიანაც კარგი რომ მეგობარმა ახია ქმარი, უბრალოდ სად წავიდა ეს ქალური სოლიდარობა, ხო არ იცით შემთხვევით. ქალური სოლიდარობა მარტო სტატუსებში გამოიხატება, ანუ ჩვენ ადამიანები ისე ვართ, რომ მარტო სტატუსებით ვიცით ქალური სოლიდარობა თუ რა ხდება.
რატომ არ შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად ვუთან აგრძნოთ, ძალიან მარტივად გამაგრება შევძლოთ იმ ადამიანის, მიწერ კაცს და დაპოსტავს ზოგადად ადამიანურად ვიძახი. მეგობარი რო აი თქვენ თავზე წარმოიდგინეთ ხალხო მეგობარი რო გიღალატებს. აი ხო რა ქმარმა გიღალატა კიდე სხვა რაღაცაა რა. აი მეგობარი რო გიღალატებს იქ არის უკვე შენთვის რაღაცა, არ ვიცი, დასასრული რაღაცა ეტაპის შენი ცხოვრების ძალიან დიდი რაღაცა საყრდენი თითქოს ჩამოგეშლება. ხო მე ასე მესმის მეგობრის ღალატი ჩემი ცხოვრების ჩამოშლას ნიშნავს ჩემთვის მაგალითად მეგობრის ღალატი. ხა სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მაგქმედებას, ნუ როგორ რა უწოდო რო რა მერე რა რო რაღაცა პარტიას მიეკვა, აი საერთოდ მაინტერესებს ხა აი ეგ ვიღაცა რას მიეკუთვნება. ქალური კუთხით, გადმოსახედით, ჩემთვის არის უპატიებელი დაქალის ღალატი. უპატიებელი. ამას აი ვერაფერი რო ვერ ალო ამ ავტომობილს ხვდება ხოდა რაში მაინტერესებს ხარ რა პარტია თუ რა ფაქტი რა არის იცი რომ დაქალმა გაუკეთა და ეხლა შეგაც უნდა პარტიები და უიღირსია აქედან გამოვიდეთ რა ქალური იმით მიუდგეთ ამ ამბავს ვერც კი ვიაზრებ რომ ჩემო მეგობარმა რომელიმე მეგიკადროს ანუ ამის გააზრება ხალხო შეიძლება ცოცხალვა ვერ მომისწროთ ანუ ამის გააზრებაც კი იმდენად რთული და მძიმეა რა საერთოდ და რატომ ამართლებთ იმ მეგობარს ვინც ამართლებთ ძალიან კარგი რომ ის ქმართან გურაობ და მე არ ვიცი მაგალითად თქვენ თავზე წარმოიდგინეთ ხალხო თქვენი მეგობარი რომ თქვენს ქმართან ხიხვინებდეს იქ და თავზე გასხავდეთ მთელ ლაბს და მთელს თქვენ მოგონებებს და მთელ თქვენ ცხოვრებას რომ გინგრევდეთ ეხლა მე მეგობართან ღალატი კიდე სხვა რამე არა ეხლა ვიღაცასთან რო გიღალატებს ეგ კიდე სხვა ემოციური მდგომარეობა შენს მეგობართან რო გიღალატებს აი ერთნი რო ხართ ეგ კიდე საერთოდ სხვა რაღაც არის აი ალბათ რავი ალბათ სიკვდილს ვინატრებ ესე დროს რომ შენმა მეგობარმა რა გაგიკეთა ამის გააზრება და დედა რა კარგი უქნია ქმარს რომ ართმევს ის ოცნების წევრი თუ რაღაცა აი ჩემთვის მაგალითად მიუღებელი ჩემთვის ეგ არ არის გასამართლებელი რომ ძალიან კარგი იმიტომ რომ ოცნებას არ ყველა მიცით ჩემი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ მაგრამ ქალური კუთხით ვერ შევძლებ რომ ძალიან კარგი ვთქვა საწავიდე ჩვენი ის რაღაცა ქალები ვართ და ერთად ვართ და მაგრები ვართ საწავიდა მარტო სტატუსებზე დარჩა ისიც მაშინ როცა გვაწყობს ამდენი ყავა ჩავყარე დედას გეფიცები და წყალი ოღონდ მგონი სამი კურსი ყავა ჩავყარე რაღაცა საშინელი ყავა მოიტანა მაგრამ მაგას როგორ ვიტყვი მე ტუწედი მოიტანეო და საწავიდე ახლა მეზარე ასე რომ გოგოებო რაღაცნაირად ერთმანეთს დაუდგეთ რა გვერდში გადავდოთ ხოლმე რაღაცები გვერდით ამიტომ რომ ხო ნუ ხა ქმარს არ ადანაშაულებს ჩვენ რა ვიცით ვინ ვის ადანაშაულებს ხა ქმარს არ ადანაშაულებს არა ყვახი ხა თქო ჯერათ მაგით უბრალოდ სააშკარაოზე არ გამოიტანა თავის და თავის ქმრის ძალიან ცუდი არის ის რომ გადაგვეკიდა მეგობარი გადაგვეკიდა ვითომ თავის ქმარი ახლა ისე ბუმბულია და დაფრინავს ისეთი ანგელოზია მაგრამ ნუ მაგას თავი დავანებოთ ფაქტი ერთია რომ ქალს რომელსაც შეუძლია მეგობარს ხალხო მეგობრობა კიდე სხვა რამეა შენ ქმართან
აი იკადროს და რომანი გააჩაღოს, გაეპრანჭოს, ანუ ამის რომანი გაჩაღდება არის ხო ფლირტი. ყველა ვარია ჯგუფ ფლირტია კაცობის რა იწყება ხო? და ამაზე ფიქრობ შენ, ანუ ფლირტი გაბმული გაქვს და უკვე სხვა ეტაპისთვის ემზადებ, ეგ არის ამაზრზენი. ჯვარი მწერია ოდესმე გავიაზრო თავშით, გავიელვო, ან ჩემი მეგობრის მეუღლეს, ანუ აი წარმოუდგენელი რამეა, ან იმად ჩემი მეუღლეს, ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის. ვისთვის როგორ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, წარმოუდგენელი და ვერაფერს ვერ არ ვიცი. ამის გამართლება გოგოებო არ შეიძლება რა. ქალი რო ხარ, ქალი და შენს თავზე რომ წარმოიდგენ და არწმუნებული ვარ რომ ამ რეალობას ვერ მიიღებ, ანუ არ მოგეწონება ეს მოცემულობა. და იმიტომ რომ სხვა პარტიის წევრია და რომელიც თქვენ არ გიყვართ, ღირსია არ უნდა თქვა რა. არა. ქალი ხარ. პირველ რიგში ქალი ხარ. ვისაც გტკივა, გრძნობა, ემოციები გაქვს და შენს თავზე რომ წარმოიდგენ, მე ვერანაირად ვერ მოგეწონება ეგ. ამაზრზენია, რასაც ეს დღეები მე ვუყურებ, რომ დაათხრევენ დედა რა კარგი უქნია, რომ ქმარს ახევს და დედა ყოჩა ამ არ არის ჩემთვის რა ამისა. პირიქით. მეგობრის ღალატი ხალხო, შევა ბევრ ადამიანს წარე იყოს, ვიდრე ქმრის მეგობრის ღალატი. რაღაცნაირად ნახეთ ქმრის ღალატს თითქოს რასა კოდი გვაქვს ქალებს ჩადებული. მამაკაცის ღალატს, მოდი ესე ვთქვათ, ქმრის რა მამაკაცის ღალატს თითქოს ადამიანები ისე გვაქვს ჩაბეჭდილი, რომ აი ვერ გამორიცხავ, როდის შეიძლება დადგეს ეგ წუთი გესმით და რაღაცა თითქოს ემოციურადაც ისე ვუდგებით რა. თითქოს მზაობა გაქვს იმის, რომ შეიძლება გაიგო და რა შეიძლება მოიმოქმედო, რა შეიძლება გააკეთო. მაგრამ მეგობრებზე ეგრე არ არის. იმიტომ რომ შენი სული და ხორცი გაქვს თითქოს გაყოფილი მეგობართან და ისეთ რაღაცებზე საუბრობ, რომელიც ნუ აი ქმრისთვისაც კი წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ამ თემებზე საუბრობდე, ხო? ხარ თქვა ჩემი ქმარი არ მიღალატებს და ამას თავში ვერ გავივლებ თუ გაივლეთ ხალხო. უნდა გავივლოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ადამიანები რას ვიზავთ, როდის ვიზავთ და რას გავაკეთებთ. ამის ფიქრი არც მინდა რომ შეიძლება ჩემმა მეუღლემ სხვასთან იბუჯღიალოს, მაგრამ არ ვიცი ცხოვრებაში რა ხდება. არ ვიცი რა ეტაპი გვექნება, როდის გვექნება ცხოვრებაში ძალიან დიდი კრიზისი და არ ვიცი ამ კრიზისს რამდენად გაუძლებს იმ მომენტში მამაკაცი. მე არ ვიცი წინასწარ ცხოვრებაში რა ხდება. მე ერთი ვიცი, ვენდობი და თუ გავიგებ, მე ეგ სხვა ნაბიჯებია ცხოვრებაში გადასადგმელი რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვენდობი. ეს ნდობა, მაგ სხვა ნდობის ფაქტორი გამაჩინია, ხა თუ არ ვენდობი, ძალიან რთული ესეთ კაცთან ცხოვრება. ხა ვერ წარმომიდგენ ისე ვიცხოვრო ჩემი უყურეს, რომ არ ვენდობოდე, მე ვენდობი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100%-ით რას ლაპარაკობ. მაგას ვერავისე ვერ ვიტყვი, ხალხო სულ რა ვიცი ვინ იყოს. არა, ვერ ვიტყვი ვერავისე. არ ვიცით რა ხდება ცხოვრებაში სამწუხაროდ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვენდობი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ხარისხში მაქვს ეგ ამბავი. ასე რომ ჩემო მეუღლემ იცის, რომ ღალატის შემთხვევაში ულაპარაკოთ ვიშლებით. ანუ ახსნა განმარტებები საჭირო არ არის და მოდი გიღვეწები და ბუდიში და დაგიჩოქებ და რაღაცა ოქროს ბიჭებს გიყიდი ოღონდ დამიბრუნდი თუ რაღაც. ეგ იცის ჩემო მეუღლემ, რომ შანსის მიცემა შემიძლია სხვა ვითარებებში, მაგრამ არა იმაში, რომ ჩემი წილი სითბო და ჩემი წილი ვნება, ჩემი წილი ემოცია, ჩემი წილი ყველაფერი გაუნაწილა სხვა ქალს. ამის წარმოდგენაც მე ვერ მივიღებ ამ რეალობას და ჩემთვის გაუგებარი იქნება. და
რა აზრი აქვს შანსის მიცემა ზუსტად ვიცი რომ ყოველ დღე წამოვაძახებ და ყოველ დღე ამოვადენ ზმრად ვერ მივეკარებ იმას ერთად არ მომიდება გასეირნება მას ერთად არ მომიდება ძილი შეხება ანუ აზრი არ აქვს ხვდებით რომ აი შანსი მისცე აზრი არ აქვს იმიტომ რომ მე ვარ ბუნებით ისეთი ადამიანი მე ვიცი შეზიზღება ადამიანების ამიტომ ვინც გეზიზღება იმასთან ვეღარ იცხოვრებ ხო და არა თუ მეგობრებზე ხო ჯვარი მწერია აი ხო გავაფრინე და გადავხტიმით და დავიგლიჯეთ მები მეგობრებთან კიდე სხვა ტრაგედია ზოგადად ეგ მოცემულობა ტრაგედია ამიტომ ამბობ რომ არ შეიძლება ტაში დაუკრა ქალს რომელიც შენ ქმართან დარბის რა არ შეიძლება ეხა ის ქმრის ბრალეულობას განა ვერ ხვდება, მაგრამ ალბათ ახლა არ აწყობს რა, ახლა მილიონერი ქმრის დაკარგვა ხო ხვდებით. ხა იმა თავისი მოცემულობები აქვთ კიდე, რომ ვითომ ეხა ის ქალი დაძდევდა და თავის ქვაში კი არ უტვიდა საყვარელი. ხანდა სასაცილოა ეხა, მაგრამ ეგ ჩვენი პრობლემა ხო არ არის. ამ შემთხვევაში პრობლემა არის რა, იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია იმის გამო, რომ ჩვენს აზრებს რაღაც მხრივ არ ეთანხმება ის კონკრეტული ქალბატონი, ამიტომ ვესროლოთ ტალახი და ვთქვათ, რომ შენ ღირსი იყავი, რომ გიღალატა ქმარმა და მეგობარმა, ანუ ორმხრივი ტრაგედია, ხვდებით? ერთ მხრივ შენი საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც იყოფ ყველაფერს და მეორე შენი მეგობარი, რომელთანაც თითქმის ყველაფერს იყოფ. თითქმის გამონაკლისების გარდა. ой, ერთ ასულ ხარ შენ? ჩემი ქვენ მოვიდა გარეთ ჯდარა, მესამსახურში მეგონა და ის გარეთ ჯდარა და ის არის დიდება შეგახვიცებას გაუღვიძავ და რამდენი ხანია გვიძავს. ის რო ბიძაჩებთან საუბრობს გარეთ. კაცრავად ვთხარი. რაღაც ძალიან გიპარება ჩემში ეჭვი, დიდი ხანია გვიძავს. შევძლოთ ქალებმა გვერდში დგომა ხალხო. ძალიან მარტივია, ღირსია, რა თქვა, არა, არც ერთი ქალი არ ემსახურებს მეგობრის მხრიდან ღალატს, ქმრის მხრიდან ღალატს, არც ერთი ქალი და არც ერთი კაცი არ ემსახურებს ცოლის მხრიდან ღალატს და მეგობრის მხრიდან ღალატს. ეხლა კაცი წარმოიდგინეთ, რომელიც მეგობარიც მერე გააბავს მის ცოლთან, აი ხო ამაზრზენია და გაუგებარი და მიუღებელი, იგივეა ხალხო, იგივე. არც ერთი მხრიდან არ არის სწორი და ტაშის დამკვრელები არ ვიყოთ რა. ქალების გაწირვის და განადგურების მომხრე არ ვიყოთ რა, იმიტომ რომ ვიღაცები პარტიებში ვერ დალაგდნენ, არ მაინტერესებს. ჩემთვის ის არის მტკივნეული მეგობარს რო შეუძლია ქმრის ახევა და ქმარს რო შეუძლია იღუღუნოს აეგ არის ამაზრზენი თორე სიტყვებიც კი არ მყოფნის იმდენად გაუგებარია ჩემთვის და წესით ყველასთვის გაუგებარი უნდა იყოს ის კი არა რომ ძალიანაც კარგი რა რომ აბა რა ეგონა თუ რაღაც რას ქვია რა ეგონა ხალხო გაიაზრეთ ერთი მეგობრის ღალატი რა არის გაიაზრეთ შენი მეგობრის რომელსაც ყველაფერს უყვები შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია შენთვის რა ვიცი ოჯახის წევრი ხა ჩემს მეგობრებო ეგ არის ჩემს არის ოჯახის წევრი ჩემი მეგობარი შენთვის ოჯახის წევრია და ასე შემდეგ და გაიაზრე რომ შენთან რომ მოდის და შენი ქმარი სახში ხდება იმას იქ ფლირტავება და შეხა ჭაპურებით ხვდები თუ დონატებით იმიტომ რომ შენი მეგობარი მოვიდა და მე იქ ეჭორაოები შენ ქმარზე რაღაცებს თუ რა გეწყიდა თუ რაღაც რა გაგიხარდა რაღაც და ამ დროს თავის გულში იცინი შესაძლოა მე შენ ქმართან გორაო ამას როგორ ამართლებთ კარგით რა ამის გამართლება არ შეიძლება ქალის უბედურების გამართლება არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში რა უნდა მითხრას ჩემმა ქმარმა ისეთი რომ მსგავსი ამაზრზენი ფაქტი მივიღო ან ჩემმა მეგობარმა რა უნდა მითხრას ჯვარი წერია
თუ კიდე სხვა ქალთან იყოს რა მნიშვნელობა? რა უნდა მითხრას ამის გასამართლებელი? რაც არ უნდა კრიზისი იყოს ურთიერთობაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, რითი უნდა გაიმართლოს თავი რო იცი რა, კრიზისი გვაქვს. ღალატი უნდა იყოს უპატიებელი. მეგობრის ღალატი უპატიებელი. ამას რძენი მიუღებელი. ასე რომ კაცებო ამით უნდა იფიქროთ. თქვენ კი ქალებო, რომლებიც საკუთარ მეგობრებს ღალატობთ, არც ერთი წამით არ იმსახურებთ არავის გვერდში დგომას, ვისაც შეგიძლიათ მეგობარს ქმარი აახიოთ. არ იმსახურებთ არც სოლიდარობას, საერთოდ არ იმსახურებთ და არც უირა ლამაზი ხარ, აბარა ეგონა იმის ცოლს რა არ ახედოთ. გარეგნობა რა არის, მხოლოდ ვიზუალი რა არის, თვალს მოსწონს. იმის მიღმა ქალი, რომელიც შენს მეგობარს უღალატებს, ხარ ცარიელი ფიტული, მხოლოდ გარეგნობა ხარ, მეტი არაფერი და წარმოუდგენელ ტკივილს აყენებს შენს მეგობარს, რომელსაც მთელი ცხოვრება გაყვება ეს საშინელი თქვენი ურთიერთობები და ესე არ უნდა გაიმეტოს მეგობარი. გემშვიდობებით ხალხო. ვერაფერი ვერ გავიგე. ჰაი ხალხო. ეს სახელმწიფო დაზღვევა, ჯერ ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, მაგრამ რაც აგვაქვს იმის დაზღვევა. ამაზე არ მოქმედებს, იმაზე არ მოქმედებს, ამაზე არ მოქმედებს. თურმე მარტო მოქმედებს, ჰა, და ყველზე ხო გადაიღო რაღაც 10 აკლდება თუ 11 ლარი არ ვიცი. რაღაცაზე გადაიღო იმაჯე, მე დიდი მადლობა რა ძალიან ახალ შეწუხებულები ხალხო. რაც აზვირიჯდება ხო, იმაზე შემიწყე ძმაო ხელი და დამაფინანსე და 2 ლარი დამიყელი, თორე ახლა გეხვეწებ ისწეს 14 ლარი ღირს. 1 ლარს დამიკლებ, რომ დედა სახელმწიფო დაზღვევა მაქვს, ძალიან დიდი მადლობა. აღთომანებულები ვარ პირდაპირ, აი ეგრევე გივარდებით ხახაში მადლობის სათქმელად, ხო? ვიზრას კუტილად უნდა თქვი დაკლებული ლარი დაუცი. ვერ გავიგე. რაღაცა ღირს 800 ლარი და როგორ კიდე 800 ლარი იმას აქნა, ხო? ანკლდება მე უთხარი რამე გძეტა. არაო. მადლობთ. დიდი მადლობა, აი იგი სახელმწიფო დაზღვევა მაქვს, არის გამატარეთ. ეს მაგსახში კიტრი. მაგრამ რა თმიდა, მიხველით კიტრი რამეს. ახლა არ მინდა რომ კალას დავურეკო, ეხლა ცოტა აღრენილი ვარ და მინდა რომ გზეტა დავწყდარი, თუ რომ მაგას დღეს დავაყრი, არ ვიცი რა, არ ვიცი. ეგა ხო იცი ჩემი ვინ არის? ვინ არის გოგო? ხო რა არა მიშულება, ახლა ვერ დავიწყებ რა პირადულებზე საუბარს, მაინც ახლობელია და არ მინდა რა, ეხლა მაინც ხვდებით რა. არის ქანაის არის ახლობელია და მაგისა იმას პრესტიჟს ვიყენებ და რა თმიდა ხა ჩუქარი ხარ. დედა გავიგუდე, გააღე გოგო ფანჯარა, გააღე იწვის ასვალს აზდის ბუღი, გააღე გაკარის და გააღე მეზობლის კარიც. უთხარი ქუდოდი მკარი გააღეო შკვას მოიწამოვიდეს. ჰაი ხალხო. ისთვის არ ახლა ჩემი ხო რა ცოტა ვერა ვარ კარგად, მაგრამ მაინც ახლა ტრენდი შენარჩუნებული მაქვს, ლამაზი თვალწარბით შემოსული. ხალხო, ქალი რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს და როგორიც არ უნდა იყოს კაცი რო უღალატებს, ხო და გამწარებულია და ცხოვრება თავზე ეგრევე ხა მიმაპატიეთ, მაგრამ მე იგი თემაზე ვერ ხარხარებ. ხო, ხარი თემა რო ხარხარებ. იმაზე ვერ ხარხარებ, ხო? სალომე გოგიშვილი, გოგოშვილი, გძეტა გოგიაშვილი, ხო რა მიშლობა გოდანი წება რა. თურმე ვიღაცას ამივარდნია ქერას, ქალსა და ჩაქუში უთავაზებია თავში. კიდე კაი არ მოკვდა. აქედა დავიწყოთ, გადავუჩენია უფალს. მაღალს აღმერთ. ამინ. შვილო. ამ დროს სხვა ქალს კი არა. ქვექვარები დაეძგერეთ ფეხებზე და მოსტეხეთ მარჯვენა. მიაყოლეთ მარცხენა და 2 კასტილით რო დაინახავ და გული გექნება დამშვიდებული რო ვერ გამოგეკიდება, ამოცხეთ პანჩური და
შვიდანიაში გავუშვით. დაასდევთ ამ ქალებს, რომ დედა ჩემქმა რატო დადიყარ და ვითომა თქვენი ქმრები ხო არიან დედა, ფრთები გამოიბი და დაფრინავენ. არის გადავესიოთ. ხო? ახლა მე რო გავიგორო ჩემი ქმარი, უდედა. ვიღაცასთან კაცი ტყუცი ხო? რა უნდა მე იმ ქალთან? რა დავეძებ, რა უნდა ვეძებ, რა უნდა ვიკითხო, ხო? ახლა ჯირა ჩაქუჩი რო უთავაზე კიდე კაი არ მოკვდა. მეცმა დაიბარა ამინ, მაგრამ დაუეკა კანონის ისჯება, ისე რო ვთქვათ. ხო და დარბენინებენ მთელი Facebook-ი რო დედა ჩაქუჩი ჩაუთხია და ვაი და უი და კაცი და ტყუზე, კაცი და ტყუში. ახლა ამ შებასტირუბუს ვის ოჯახში ჩაუჭარტყავს და კალორს ესვრის, მაგრამ ხალხო ღალატის დროს ნუ დაძდევთ სხვა ქალებს. დიეთ ქმრებს რომ მოსტეხოთ ფეხი. ხო? ან უვადოდ გავუშვათ ოკეანეში გემით. მე მაგაში კალას დავურეკავ გემს გავამზადებინება, ხა მეტი მე არაფერი არ შემიძლია. რომ დედა რა უქნია. სწორად გამიგეთ, მაგრამ ხარ ნუ დაათრებთ და ღლიჩინობთ და ვისაც უნდა იმის პარტიის წევრი იყოს, მე ვაფშე ბასკეტბოლზე ფიგია, მაგრამ ნაღალატები და გაუბედურებულ ხაზე სიცილი ხალხო, ხო, არ არის რა მიზანი შეწონილი თორე. რა ვიცი, ამ ჩემ ნატიფ მარჯვენას ახლა, მაგრამ ისე რომ ვთქვა არ არის. იმ ხალხსაც რა ვიცი, არ უჩივლია თუ რაღაცა და ვინცა ჩაქუჩი ჩარდა, თუ ისაც ჩივის. ეთქო, კარგად ვერ ჩავარტყო მაგაზე ჩივის, არ ვიცი, ვერ გავიგე ინფორმაციები, მაგრამ ძალიან აგთხოვთ რა. თქვენ ქურებს დიეთ დებო. არ დაიძებს სხვა ქალს. იმას მეტი საქმე კი არა აქ. ხო? დადი დაგულაო და დაწაშულობს. მიხედე რა ქმარს რა. ახლა გეხვეწებით რა. დედა ხალი მომაფრინდა და უარი ვერ უთხარი და ეგეთი რაღაცები აღარ გჯერა არის კაცე რომ მომიყვანა რომ დავიბადე და რაღაცები ხო? დაუ ჩაქუჩი რო ჩარტყი ქალო. ხო? სრაზუ კლეტკა. კანონია ეგეთი. აი ხა თქვენ ქვეყანაში როგორი კანონია ხა თქვენ მაინც არ სხვა ქვეყანა გაქვთ მოწყობილი. სუბედნიერები ხართ და სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და ამის თქვენ როგორ არის მოწყობილი, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, მე რო ვინმესვე ჩამერწყა, ახლა უვადო პატიმრობაში ვიქნებოდი გამოკეტილი კლეტკაში. ხო? თან ისეთი რომ პერედაში მსაჯულს შემომიგზავნით და მეკრძალებოდა, არ ვიცი. აი ბატონო